De facto სოხუმის მიერ სკანდალური ინფორმაციის გავრცელებას ურთიერთბრალდებების ფონზე მწვავე დისკუსია მოხდა საქართველოს პარლამენტში. საქმე ეხება ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ჩეთამ ჰაუსში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას, რომელზეც კომენტარის გაკეთება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს დაგვიანებით, თუმცა მაინც მოუწია. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აფხაზეთის წარმომადგენლებს არ უნდა ქონდეთ აღიარების ილუზია და ამის დასვლად უნდა ისარგებლონ სიკეთებით, რომელთაც მათ საქართველოს თავაზობს. ვიაჩესლავ ჩირიკბა ჩეთამ ჰაუსში 14 ოქტომბერს გამოვიდა. ამაზე უკვე კეთდება შეფასებები საქართველოს პარლამენტში მწვავე კრიტიკა ისმის უმცირესობიდან ქართული დიპლომატიის მარცხად აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ფაქტს თორნიკე ხურციძე აშუქებს ამ თემას და ის განაგრძობს პარლამენტიდან საუბარს. თორნიკე, გისმენთ. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას აკრიტიკებს და ქართული დიპლომატიის მარცხად აფასებს ჩეთამ ჰაუსში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლას ნაციონალურ მოძრაობაში. აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები უკვე ამ ბოლო დროს იყენებენ ისეთ საერთაშორისო ტრიბუნებს, გამოდიან ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტულ დაწესებულებებში, სადაც მოხდრაზე რამდენიმე წლის წინ ვერც კი ოცნებებდნენ. ფაქტია, რომ ბატონი ჩირიკბას მიერ საერთოდ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღების ფაქტიც და საერთოდ ამ ღონისძიების გამართვის ფაქტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან სერიოზულ მარცხს და სწორედ აი ასეთ მაგალითებს გულისხმობთ. ჩვენ როცა ვსაუბრობთ აფხაზეთის ჩაბარებაზე და როცა ვსაუბრობთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციების შესუსტებაზე. კერძო პირები ექსპერტებად საკუთარ პიროვნულ წარმოადგენს და მეტი არავის, ეს ერთი თემაა. მეორეა, თუ კი ეს პიარდება, როგორც ასე ვთქვათ, ცდელობა, მცოცავი ცდელობა ლეგიტიმაციის მიღებისა ამ ოკუპირებული ტერიტორიების სტრუქტურების მიერ. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ 24 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩისა და ჩეთამ ჰაუსის წარმომადგენლებს შორის, სადაც ქართულმა მხარემ თავისი მკაცრი პოზიცია დააფიქსირა. საკუთარ მაღალია, რა თქმა უნდა, ჩეთამ ჰაუსის ტრიბუნა, მაგრამ ხო ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ რა, ჩვენგან ბატონი ჩირიკბა არ წასულა, არ გამოსულა ჩვენი დახმარებით, ჩირიკბას და მის კოლეგებს აქვთ სათანადო პოტენციალი და რესურსები, ჩავიდნენ ლონდონშიც და ამოვიდნენ ჩეთამ ჰაუსზე იქნებოდა სხვა რაღაც ტრიბუნა. მეორეა და რაც თავარია, მეგონი რომ ჩვენმა მთავრობამ, საგარეომ, საელჩომ თავის ეს ძალიან მკაცრი პოზიცია დააფიქსირა. საპარლამენტო უმცირესობა ასევე მოითხოვს, რომ განმარტება გააკეთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუ რატომ ვერ მოახერხა საქართველომ, რომ ჩირიკბას სახელზე დიდი ბრიტანეთის ვიზა არ გაცემულიყო. პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან გვერდებოდა ქუთაისიდან ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე